მოგესალმებით მეგობრებო. მოგეხსენებათ რომ აქ მყავს ორი სადედე და ესე უტარებ დეზინფექციას რა. ესე ვატარებ სრულად. ეხლა ხან დავასრულე. სრულად ვატარებ დეზინფექციას. 10 ლიტრაში ხსნი 1 ლიტრა ქლორს. კარგად მოვრეცხავ, ანუ სადგომებს კარგად გავრეცხავ, ჩავრეცხავ. და ისა რა ქვია, შემდეგ ვასხამ ქლორს და შემდეგ ვასხამ კირს რა, ანუ ვათეთრებ რა. კირს მე ქვაკირი რო არის 30 litrაზე. ვყიდულობ 10 კილოს დაახლოებით, ანუ კილოზე 3 ლიტრი წყალს ვასხამ, მაგრამ ეხლა არ მქონდა საშუალება უბრალოდ და ვიყიდე დაახლოებით 5 კილოგრამი, ანუ ნახევარი რა. ეს უფრო მეტად გათეთრდება, ეხლა ხან დავასრულე. აი ხედავთ, კიდევ როგორ ამოაქვს ჭუჭყი და სიბინძურე რა, ასე რომ ვთქვათ. ხო და ამაში რომ შემოდიან ღორები, აი ესეთში რომ შემოდიან, უწყდებათ ფცქიტება რა. ანუ აცემინებენ, ესე რომ ვთქვათ. ხო და აცემინებენ და თუ კი რამე აქვს ორგანიზმში, ეს დამატებითია რა, დიდ არაფერს არ შვება, მაგრამ კარგია რა. თუ კი რამე აქვს ორგანიზმში, გამოაქვს გარეთ რა, დაცემინების დროს რა. ქალბატონები გარეთ არიან, ნებირობენ, სანამ არ შეშლება ეს აკრძალული აქვთ. აი თავისთვის არიან მიშვებული, იმიტომ რომ ეს მინდა შეშლეს რა. აი სულ კიდის კიდემდე რა, კიდის კიდემდე ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერს წამლებ და წამლავ ჯერემ. შემდეგ ხანდახან ქლორს ხმარო, გააჩნია როგორ მაქვს რა. ქლორი აუცილებელია. ხო და აი თქვენ ხედავთ რა, აი როგორ ამოტანილი აქვს ცოტათი რა. ცოტათი და არანაირი საშიშროებას არ წარმოადგენს ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი ახლა ეს გოჭებისთვის როგორი მოქმედებს. ახალ შეღებილზე ეს არ ვიცი, მაგრამ აი სადედღორებისთვის, ანუ ეს დედაღორებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რა.